განსახლებისა და ყოველთა სამინისტრომ Facebook-ის საშუალებით თავის გვერდზე კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული მიშა კრიციანი გახდა, მას უნიკალური ქართული ნაგაზის საჩუქრად ყობა სუბელიანმა გადასცა. კონკურსი დევნილების თემაზე კითხვებზე სწორი პასუხის გაცემას ითვალისწინებდა. კონკურსი 10 დღის წინ დაიწყო. შესაძლებელი არასოდეს ამყოლია ძალიან გახარებული რა შეეხება ვიქტორინას იყო პირობა რომ კითხვებზე პასუხი იქნებოდა სამინისტროს ვებგვერდზე პრობლემა იყო ამ პასუხების სწრაფად პროვინციაში აღმოჩნდა რომ მოვიყვე ეს პასუხები ყველაზე სწრაფად და გავიმარჯვე ამ საერთაშორისო გამოფენაზე რუსეთიდან ჩამოვიდა 60 მონაწილე წარმოიდგინეთ ეს არის სავიზო რეჟიმის სამხედრო გაუქმების შედეგი ეს ძალიან მნიშვნელოვანია 80 ადამიანი მონაწილეობდა იმ წუთების განმავლობაში ვიქტორინაში და დარეგისტრირდა დაახლოებით 2000-3000 ადამიანზე მეტი. ეს Facebook სივრცეში ჩვენთვის ეს პირველ ეტაპზე და კარგი იყო და რა თქმა უნდა ამას გავაგრძელებთ აუცილებლად.